მოგესალმებით მეგობრებო. დაგიბრუნდით დავით ნიკოლაიშვილი და ისევ დავით ნიკოლაიშვილი დაგიბრუნდით. მე ვიყოფები ჩემს სახლში, ჩემს უთაყვანელ სახლში, რა თქმა უნდა, მინდა გესაუბროთ ჩემს ბიძაშვილზე. რა თქმა უნდა, ჩემს ბიძაშვილზე, ნინია ნიკოლაიშვილზე, რა თქმა უნდა. ავიცი, შეიძლება ეხლაც მიყურებს მე ახალი ნინია ნიკოლაიშვილი ამ ვიდეოსთან დაკავშირებით, შეიძლება ეხლაც მიყურებს, მაგრამ შეიძლება სიმღერა წამოუვაროს. მაგრამ მე მინდა მოგიყვეთ ერთი ისტორია ნინია ნიკოლაიშვილთან დაკავშირებით, რომელიც ესე იგი ასე წარმოგიდგენია ესე იგი ადამიანს როგორ და რა წარმოუდგენია ჩემი ბიძაშვილი ადამიანს. არასდროს მე ვიდეოში ბიძაშვილზე არ ვისაუბრია, მაგრამ თქვენ და გულწრფელი ვიქნები რა თქმა უნდა და თქვენთან ვისაუბრებ რა თქმა უნდა. ხო, და ვინც კარგად აზროვნებს და ვინც ჭკვიანია, ხა ჭკვიანი მეტი ვარ და ხა განათლებული მეტი ვარ და ხა საქართველოში რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვისაუბრებ ხა კარგი გაწერო ვისაუბრებ ჩემი ბიძაშვილზე. მინდა რომ მოგიყვეთ სტუმრები იყო, ერთი დღე იყო, რომელიც სტუმრები იყო. ხო, და ჩემმა ბიძაშვილმა, ასე იგი ნინია ნიკოლაიშვილმა, ენა შაუწელიკინა, იმას რა ქვია, დარეჯან ნიკოლაიშვილი, ჩვენ ბებიაჩებს. ხო, რომელსაც ესე იგი, რომელსაც მე ანუ შემოსვლისას ფეხსაცმელებით წამოწვა ლოგიზე. ესე დაწერეთ კომენტარებში ვის გიყვართ ფეხსაცმელებით წამოწვა ლოგიზე. ხო და სწორია ეს აქციელი თუ არა, ფეხსაცმელებით წამოწვა ლოგიზე. რა თქმა უნდა, ბებიამ შენიშნავ ახლა რომ რა წამოწექიო და ეს ფეხსაცმელები აიღო და პირდაპირ სახეში მიაყარა. ეს დაწერეთ მეგობრებო კომენტარებში, ოდესმე ბებიასთვის სახეში თუ მიგიყრიათ ფეხსაცმელები. ხო, და ფეხსაცმელები მიაყარა სახეში და რა თქმა უნდა უთხრა ბებიამის ასე იგი ამასო შენ მეორე ბებიასთან ლიასთან თუ აკეთებო. ლიასთან თუ აკეთებო, ლია მეორე ბებია ლიას და ლიასთან აკეთებო. ლია რა შუაშია ვაგანეო და უკვე აწყდა მაგარი ჩხუბი გამართით და უკვე მე ესე კოკოლა შევასხნი ნიას სახეში. ეს გონზე მოსასვლელია რა თქმა უნდა. გამოვხიზნე შეშობრძალოთ უხარი. ბოდიში ახლა თქვენთან აი ფიზიკოებისთვის, ფიზიკოობა თუ ითვლება ეს მე მგონი ითვლება და არ ვიცი ბოდიში ფიზიკოებისთვის და ასე უხარი. კაროჩე და შევასხი მე იმიტომ რომ გონზე მოსულიყო. და ამითი მე მივანიშნე რომ მიდი და ბებიას ბოდიში მოუხარე თქვა და ბებიას ბოდიში მოუხარე თქვა და ბებიასთან იყავის დილობიანი თქვა. რომ მე დაამახსოვრდეს ბებიას, დაამახსოვრდეს შენ კარგად ბებიას თქვა. მიდი და ბოდიში მოუხარე თქვა. დღესაც ვერ გამედა ბებიასთან ბოდიში მოხდა. ეხლაც არა აქვს ბოდიში მოხდილი ბებიას. დაგავშლი არ დაურეგია ტელეფონზე და ბოდიში არ მოხდია მეგობრებო. დაწერეთ კომენტარებში თუ უნდა მოუხაროს ნინიამ ბებიას ბოდიში.